ქვემო ქართლის რეგიონში ორი ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გაიხსნა გარდაბნის პირველ და მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაიდარის საჯარო სკოლებში დასრულებულ სამუშაოებს და მიმდინარე სასწავლო პროცესს განათლების მინისტრი გაეცნო. ორივე სკოლაში სასწავლო სივრცეების პარალელურად მოწყობილია საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, სააქტო დარბაზი, ღია და დახურული სპორტული ინფრასტრუქტურა, რეკრეაციული სივრცეები. ფუნქციონირებს რესურს ოთახი, ექიმის კაბინეტი, სასადილო და ბიბლიოთეკა. სკოლები უზრუნველყოფილია უსაფრთხოების სისტემებით და სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. ამაღლებელია ამდენ ბედნიერ სკოლის მოსწავლესთან და მასწავლებელთან შეხვედრა. ჩვენი მიზანია როგორც სკოლის მოსწავლეებს, ისე მასწავლებლებს შეექმნათ ყველა პირობა იმისთვის, რომ სასწავლო პროცესი, სწავლა-სწავლების პროცესი წარიმართოს ხარისხიანად და ეფექტურად. მიმდინარეობს 5 საჯარო სკოლის მშენებლობა, მათ შორის აღნიშნული სკოლა, სადაც ჩვენ ვართ დღეს, სოფელ ბაიდარის საჯარო სკოლა სრულად რეაბილიტირდა. ჩვენ აქტიურად თანამშრომლობთ აღნიშნულ თემებთან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან. გვაქვს სრულად ინფრასტრუქტურულად გამართული და ყველანაირად რესურსულად აღჭურვილი კლას კაბინეტები და სივრცეები, რომელიც გვეხმარება სწავლების სრულად კომფორტულად წარმართვაში. მადლობას მოვახსენებ ჩვენს ხელისუფლებას, ადგილობრივ მმართველობას, სამინისტროს, ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამ დიდი საქმის განხორციელებაში.